ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის შედეგად დაფუძნდა. მისი თქმით, გივლი ალასანიამ ტერიტორია უკანონოდ მიითვისა. განცხადებას გასული კვირის ბოლოსვე გამოეხმაურა უნივერსიტეტი მათ მიერ გავრცელებულ პასუხში კომისიაზე გაკეთებული განცხადება კერძო სასწავლო დაწესებულების დისკრედიტაცია და განათლების სისტემაზე შეტევად შეფასდა. საქართველოს უნივერსიტეტი არ არის ერთადერთი, რომელიც ბოლო დროს მთავრობის თუ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინტერესების ქვეშ მოექცა. გახსოვთ ალბათ გასული წლის ბოლოს ილიას უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე მოვლენებით მას ავტორიზაცია 1 წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს, რაც უნივერსიტეტის საბჭომ გაასაჩივრა. შედეგად 1 თვის წინ ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრმა გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვიანი დავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებით დასრულდა. რაც ედავებიან უნივერსიტეტებს, იმ უნივერსიტეტებს, რომელთა ხმა მიმდინარე პროცესების ფონზე განსაკუთრებით მკაფიოდ ისმის, ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში სიმონ ჯანაშიას განათლების ექსპერტს ილიაუნის პროფესორს და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს კოკა თოფურიას უმასპინძლობთ. დილამშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რადგან სიახლეა საქართველოს უნივერსიტეტთან მიმდინარე ამბები, მოდი ამით დავიწყოთ, რა არის აპდეიტი, მოკლედ ამ ამბის, რა არის დავის მთავარი საფუძვლები. დავიწყოთ იმით, რომ ალბათ მადლიერი უნდა ვიყო ბატონი დავითის, იმიტომ რომ მომეცა საშუალება, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე. ზოგადად ეს თემა ძალიან დიდი ხანია, ალბათ 20 წელია მიმდინარეობს პროპაგანდა. თითქოს საქართველოს უნივერსიტეტმა ერთლარად მიიღო ეს ქონებები, თითქოს ომის დროს ისარგებლა ომის არეულობით პრეზიდენტმა სააკაშვილომ დედამისს აჩუქა ქონებები 1000 პერიოდულად იმყოფა ხოლმე 1000 კიდე მარგალიტებით ეს ისტორია. და რომ არა ეს შემთხვევა, ალბათ მე არ მექნებოდა საშუალება თქვენთან მოსულიყავ და პირდაპირ ეთერში ამაზე მესაუბრა. ზოგადად ალბათ გახსოვთ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელსაც არაერთხელ უთქვია, რომ ერთლარად არის მითვისებული საქართველოს უნივერსიტეტი. კობახიძე, რომელსაც ასევე ახსენა ჩვენ სხვადასხვა საქართველოს უნივერსიტეტმა ორჯერ უჩივლეთ თითოეულს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლომ არც ერთხელ არ მიიღო ეს წარმოებაში. ახლა საშუალება აქვს ვისაუბროთ. სხვადასხვა აი ეს ამბავი, რომ თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი ერთლარად მიიღეს დამფუძნებლებმა, უკვე გააბათილეს წულუკიანის კომისიაზე თვითონ CTU-ს წარმომადგენლებმა, გახსოვთ კარლო კოპალიანი, რომელსაც კითხეს, რამდენად იყო გამოტანილი აუქციონზე და მან სხვათა შორის არასწორი ინფორმაცია მიეწოდა მაყურებელს კომისიასაც, თქვა 2.50.000 ლარი, სიამოვნებაში იყო 2.50.000 დოლარი. განსხვავება არის მინიმუმ ორჯერ. და როდესაც ადამიანი ფურცლიდან კითხულობდა დოკუმენტები კიდევ გვერდით, მაშინ ასეთ დროს არ უნდა უშვებდა ასეთ შეცდომებს, თუ განზრახ არ ჩადიხარ. ზოგადად მთელი გამოსვლა, რა თქმა უნდა, იყო სიცრუის კასკადი, გამიჭირდება კიდეც ყველაფერზე პასუხი გავცეთ, რომ მაშინ 1 საათი უნდა ვილაპარაკო მათსავით, იმიტომ რომ ყველა წინანდება მათი იყო ტყუილი. დაწყებული იმით, როდესაც ბატონმა დავითმა დაიწყო თხრობა ამ ისტორიის, დაიწყო ასე თქოს 2006 წელს ქალბატონი გიული ალასანია მივიდა რამაზ ხუროძესთან და ცენტრის დაფუძნება თხოვა და 12 ოთახი მიიღო მისგან. ტყუილი არის, იმიტომ რომ არანაირი ცენტრი არ დაფუძნებულა 2006 წელს, უკვე 2005 წელს საქართველოს უნივერსიტეტი იყო აკრედიტებული უნივერსიტეტი და ჩვენ ყავდა ბაკალავრების პირველი ნაკადი მაშინ. სხვა შორის მარიამ ლაშხი, რომელიც პარლამენტარია, იყო სწორედ 2005 წლის ბაკალავრის ნაკადში საქართველოს უნივერსიტეტში, ისე რომ შეუძლებელი 2006 წელს მისულიყო გიული ალასანია და რამაზ ხუროძესთან 12 ოთახი მიიღო. აი ესეთი ტყუილებით აფქვიეს ეს ტყუილები მთელი 1 საათის განმავლობაში. სხვა შორის თვითონ ერთმანეთს შორისაც არ იყვნენ შეთანხმებულები, იმიტომ რომ გახსოვთ ერთ მონაკვეთში დავით გურგენიძე ამბობს, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტს გადასახდელი თანხა გაუნახევს. და კითხულობს, რომ თითქოს 2008 წლის ბოლომდე საქართველოს უნივერსიტეტს 50% ქონდა გადასახდელი, დაუდგინეს 50%-ზე გადახდა გადასახდელი თანხის. აი მე როცა კარლო კოპალიანი კითხულობს იგივე დოკუმენტს, აღმოჩნდება, რომ თურმე 50% წლის ბოლომდე დაუდგინეს, ხოლო დანარჩენი 50-25-25-ად შემდგომ წელს. ანუ 1 წელზე გადაუნაწილეს და არა გაუნახევს. ეხლა, როდესაც რექტორი ტექნიკური უნივერსიტეტისა
იმას ვერთვლი 50-ს რომ დავუმატო 25 და 25 ერთად 100-ია, ანუ 100% გადაახდენენ უნივერსიტეტს. ან ამას ვერთვლი, ან უბრალოდ ნაწილს კითხულობ იმ დოკუმენტის სპეციალურად იმიტომ რომ შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. დიდი ალბათობით ეს არის, იმიტომ ადამიანს წინ ედო დოკუმენტი, მანდ ამას შუამდე რატო წაიკითხა. თუ მეორე კოპალიანმა ბოლომდე წაიკითხა, ამან რატო არ ჩაიკითხა ბოლომდე, ხო? და ეს იყო, ამიტომ იქნება რეაგირება საქართველოს უნივერსიტეტის ან რა გზებით აპირებთ, რა ტიპის გაგრძელებას ხედავთ ამ ამბის? ჩვენ მოვითხოვთ ეთერს, პირდაპირ ეთერს და მე ბატონ დავითს მინდა რომ პირადად ვესაუბროთ საზოგადოების წინაშე ამ თემაზე და ყველა მისი ნათქვამი ტყუილი პირდაპირ საჯაროდ ღია ეთერში, პირდაპირ ეთერში გითხრას იმართოს თავი. ბატონ სიმონ, თქვენ როგორ აფასებთ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ამ რაღაცა კასკადივით ვნახეთ ხო პრინციპში ილიას უნივერსიტეტით დაიწყო ეს ამბავი, ახლა საქართველოს უნივერსიტეტით გაგრძელდა, თუმცა არ ვიცი სად იქნება დასასრული, რა შეიძლება იყოს, რა ზედავებიან უნივერსიტეტებს მიღმა იმისა, რასაც ოფიციალურად აცხადებთ. ჯერ მაყურებლისთვის დავაზუსტებ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მე 10 წელია უკვე აღარ ვარ, ესე რომ ვილაპარაკეთ როგორც თავისუფალი ადამიანი ამ შემთხვევაში, ხო, ესე გამოვიდა. მაგრამ ხო, არა უშავს, მე მიხარია რომ ესე ახსოვს ხალხს პრობლემა არ მაქვს თუ ყოფილ პროფესორს დამძახებენ ილიას უნივერსიტეტის. ანუ ჩვენ ხედავთ იმას, რომ უბრალოდ ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბების დროს შეტევა ხდება ყველა თავისუფალ ინსტიტუტზე, ხო? იქ ისეთ ორგანიზაციებზე, რომელსაც შეუძლია რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგალითად შექმნას ცოდნა, ისაუბროს რაღაცაზე, რაზეც არ არის თანახმა ხელისუფლება. ეხლა ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, ხო, დაახლოებით ისეთივე სურათი შეიძლება წარმოგვიდგეს თავში, როცა იმ კომისიას უყურებდით, მე როცა უყურებდი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საუბრობს, რომ ანუ რეალურად მისი კოლეგა არის დამნაშავე, ითხოვს პროკურატურისგან რომ გამოიძიონ ეს საკითხი და ჩამოართვან ქონება და დაუბრუნონ ხალხს. აი ეს ტექსტი არის 30-იანი წლების საქართველოს 20-იანი წლებისაც საქართველოს ტექსტი, ხო, როდესაც მე მომწონს ჩემი მეზობლის რაღაცა ბინა და ვითხოვ რომ ის რაღაც უკანონოდ მითვისებული ბინა რაღაცა ბურჟუებმა და კულაკებმა დამიბრუნონ მე უკან. ეხლა შეიძლება ვიღაცა მიკითხოს რომ კი, მაგრამ არ უნდა იმსჯელოს, ანუ არავის არ აქვს უფლება რომ ეჭვის ქვეშ დააყენოს რამდენად მართლა მარზომიერად გადაეცა და რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ გააჩნია ვინ აკეთებს ამას და როგორ აკეთებს. ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტზე შეტევა არ არის დღევანდელი საკითხი, ხო? აი მაგალითად შარშან სახლთან მივიდნენ და რაღაცა შეურაცხყოფელი პლაკატები გაუგრეს ბატონ კოკას, ხო? მანამდე იყო პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და საქართველოს უნივერსიტეტში გახსნილ კლუბზე ილაპარაკა როგორც ტერორისტულ ორგანიზაციაზე, რომ ფრანკლინის კლუბი თურმე პირველ ხაზში დგას იმას მიტინგებზე და ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს, ხო? ანუ ეს არ არის შემთხვევითი, ხო? ეს არის უბრალოდ ეს და თან არ ეხება ეს საკითხი ერთ უნივერსიტეტს. ანუ ჩვენ გვინახავს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების პირველივე წლიდან შეტევა სხვადასხვა უნივერსიტეტზე, პირველი იყო ეს აგრარული უნივერსიტეტი. მაშინაც პოლიტიკურად მიკერძოებული იყო ეს შეტევა, იმიტომ რომ კახა პენტუკიძის დაარსებული იყო ეს უნივერსიტეტი და მასზე იყო სინამდვილეს შეტევა და არა რაღაცა ანუ განათლების ხარისხზე კი არ იყო, იქ ხარისხთან კი არ იყო პრობლემა, მაგრამ იყო ეს. მე იყო შავი ზღვის უნივერსიტეტზე შეტევა, როდესაც გაუქმეს შეეძლებლობა რომ მიეღოთ სტუდენტებიდან, მათ გაბანკროტებას ცდილობდნენ და ასეთი მოქმედებების უკან დგას ხოლმე არ დაგვაუწყეს რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის ხოლმე ასევე კორუფციული, ხო? ანუ ადამიანები ცდილობენ რომ ხელში ჩაიგდონ სხვისი ნამუშევარი. ანუ საბჭოთა კავშირის დროს ზუსტად ეგ მოხდა, ხო, რომ ვიღაცა ჩეკისტი უცებ ხელში ჩაიგდებ და ვიღაც მეცენატის იმას დაგროვილ ქონებას. ეხლა თავისთავად ხო შეიძლება ვთქვათ რომ აი ვიღაცამ შეიძლება იკითხოს ქონდა თუ არა პრივილეგიები, თქვათ ბენდუგიძის უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს და სხვა. ეხლა მე მგონია რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ისაუბრებს ამაზე, იმიტომ რომ თვითონ სისტემა ისე აქვს მოწყობილი, როდესაც პრივილეგირებულია ის ხალხიც, ვინც ამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოდის, ხო? მაგალითად დავით გურგენიძე, აი ილიას უნივერსიტეტის რექტორად რო აერჩია ვინმეს, ხო? ამაზე იქნებოდა უზარმაზარი სკანდალი, იმიტომ რომ ადამიანი არის სამჯერ ნასამართლები, მაშინ როდესაც რა ვიცი, მაშინ სასჯელს იხდი და ითვლებოდა რომ თან პარალელურად პროფესორი იყო. ასეთი რამე რომ მომხდარიყო, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან ილიას უნივერსიტეტში არ აპატიებდნენ. იმიტომ რომ ჩაითვლებოდა რომ ეს უნივერსიტეტები
რაღაცნაირად გვერდს ულიან რაღაც ეთიკის და მორალის ნორმებს და არ იმსახურებს ასეთ ადამიანს, მაგრამ თუ არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მაშინ ეს დასაშვებია სახელმწიფოს, იმიტომ რომ მე ეს ადამიანი გამოიყენონ ასეთ საქმეებისთვის. წელს ზაფხულში წინასაარჩევნოდ რას აკეთებდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი? მთელი ზაფხული გაატარა განათლების მინისტრთან ერთად იმ ბანაკებში, სადაც ამზადებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდა გაეციათ საარჩევნო წინასაარჩევნო კამპანია. ეხლა ბატონი კოკარო იგივეს აკეთებდეს, დარწმუნებული ვარ, ხმას არ ამოიღებდნენ, ჩუმად იქნებოდნენ, ხო და ესეთ პირობებში, ესეთ ხელისუფლების პირობებში, როდესაც განათლება იმისთვის კი არ ჭირდება, რომ ეკონომიკა განავითაროს, ადამიანებს საშუალება მიცეს, რომ საკუთარი მისწრაფებები გაიღრმავდნენ, ან მისწრაფებებს მიაღწევენ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ, რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი კომისია, ნებისმიერი გამოსვლა თუ მტკიცებულება უნდა განვიხილოთ ამ ჭრილში, პოლიტიკურ ჭრილში და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესთან გამომდინარე. ამ ფონზე იყო საუბრები იმაზე და ეჭვები, რომ რიგი უნივერსიტეტების გაერთიანება თუ გაუქმებაზეც ქონდა რაღაც პრეტენზია ხელისუფლებას. რა შეიძლება დღეს, ან რა იცით ამ თემასთან დაკავშირებით, რასთან შეიძლება გაერთიანებული ვნახოთ ან ამ ნაწილში როგორ აფასებთ მიმდინარე ვითარებას და რა პერსპექტივები იკვეთებთ? Ну, სპეკულაციები რო არ დავიწყოთ, ან რო არ დავიწყოთ ჭორებზე საუბარი, რა საუბრობენ, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დაიწყებენ ისეთ უმაღლეს განათლების რეფორმას, რომელსაც მოყვება ისეთივე რეაქცია, როგორც მოყვა რუსულ კანონს. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ იქნება რაღაც კატასტროფული გეგმა. ხო, თვითონ ადამიანი ამბობს, რომ საზოგადოების განათლებული და პროევროპული ნაწილი იქნება იმ რეფორმის წინააღმდეგი, რომელიც ჩატარებას წაპირებს. მეორე რაც ვიცით არის ის, რომ ამ რეფორმის წინამძღოლად დანიშნეს ადამიანი ლევან იზორია, რომელიც იყო, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, ხო? ანუ როცა ესეთ ადამიანს ნიშნავ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ცდილობ, რომ დაუქვემდებარო განათლება ძალოვან სტრუქტურებს. ეხლა ეს არ არის ახალი რაღაც, ხო? განათლების მინისტრს თუ შევხედავთ, რომ ის არის ყოფილი მოსამართლე, ხო? ეს არ არის განათლების სპეციალისტი, ეს არ არის მკვლევარი, ეს არის მეცნიერი, ეს არ არის მენეჯერი საერთოდ, ანუ არის ადამიანი მოსული სამართალდამცავი თუ რა თქვა პენიტენციური თუ ეს თქვა იუსტიციის სისტემიდან, რომელიც დღეს არის სრულიად გაკონტროლებული ხელისუფლების მიმართ. ეხლა ეს რო იყოს თავად მინისტრიც ხო მინისტრმა, ხო, ანუ მინისტრი, ანუ მოსამართლე თავისთავად მე მგონია რომ პრობლემა არ უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში თუ გახდება განათლების მინისტრი. თუ შევხედავთ იმ პერსპექტივიდან რომ შეიძლება მას კონდეს რაღაცა წარმოდგენა სამართლიანობაზე, მას კონდეს მნიშვნელოვანი ღვაწლი საზოგადოების განვითარებაში და მაგრამ ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელიც იყო ანუ უცებ უვადო მოსამართლე დაინიშნა რაღაცა სრულიად გამოუცდელი ადამიანი, მე უცებ იქიდან გადმოსვეს განათლების მინისტრად და დაავალეს ახლა აი ესეთი რაღაცების კეთება, რომ არ ვიცი, შეუტიოს უნივერსიტეტებს, იქ რა ვიცი, სკოლაში გაჭრას ლენტი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არის ამ ხალხის ძირითადი საქმიანობა. ამ ერთიანობის ამბავი ალბათ ისიც, რომ ეგ არ მაყოფილი წევრების სიაში გადაიყვანა საქართველოს და ეს ნაწილიც აღარ გვაქვს. ეს რას ნიშნავს საბოლოოდ თავიდან იყო რაღაც მოლოდინები, რომ დროებით იყო შეჩერებული და არ გაგვიუქმდა, ეხლა რეალურად საქართველოს გადაყვანილია ყოფილი წევრების სიაში, ეს რა ტიპის ზიანია ქართული განათლების სისტემისთვის და მე შორის უცხოელ სტუდენტებზე რაცა ვსაუბრობთ, რომელსაც შეიძლება სასურველი ამის გამოწყობილიყო, რა იქნება დანაკარგები. საქართველოს განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი რაღაც სახელმწიფოს ნაწილი, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რას ფიქრობდა ამ განათლების სისტემაზე, რაღაც ევროპა თუ ამერიკის შეერთებული შტატები თუ აზიის ქვეყნები. ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. ანუ იყო ჩაკეტილი სისტემა და ამ ჩაკეტილ სისტემაში როგორც უნდათ ისე მოვაწყობდნენ. დღევანდელი განათლების სისტემა ისევე არის ღია, როგორც არის სახელმწიფო. ანუ შენ ვერ იარსებებ იმ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გარეშე, რაც არსებობს გარეთ. აი მაგალითად შენი სტუდენტი რომ დაამთავრებს საქართველოში და უნდა გააგრძელოს სწავლა დასავლეთში ან თუნდაც აღმოსავლეთში, ხო, გასაგები უნდა იყოს მისი დიპლომი, რაც წარმოადგენს და იმისთვის რომ გასაგები იყოს ამ დიპლომის ღირებულება, მაგალითად რას ნიშნავს ის კრედიტი, რომელიც მან აიღო ამ უნივერსიტეტში, ან რას ნიშნავს ის დიპლომის დანართი და ასე შემდეგ. ამისთვის იქნება სხვადასხვა ორგანოები, ხო, საერთაშორისო ორგანოები, რომლებიც ახდენს შეჯერებას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიპლომების და განათლების ხარისხის და ჩვენ ახლა
ვიბრძოლეთ რამდენი წელი, სადაც 15 წელი მიდიოდა ბრძოლა იმისთვის, რომ ასეთ რეესტრში გაწევრიანება მომხდარიყო საქართველოს განათლების სისტემის. ანუ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის კი არა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის და ამ სისტემის ხარისხის აღიარების სისტემის და წელს უარი გვითხრეს ამ რეესტრში ჩვენ ყოფნაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ აღიარება რომ მოხდეს ჩვენი უმაღლესი განათლების უფრო გრძელი გზაა გასავლელი, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ წინასწარ იქნებოდა აღიარებული რომ ეს სისტემა რაღაცნაირად თავსებადია იმ სხვა განათლების სისტემებისგან. ეხლა ეს არ ვიცი, ეხლა შეიძლება ეს ამასაც დაარქვა, ანუ რაღაც deep state-იც და რაღაცა გლობალური ომის პარტიის რაღაც ღრიგებია, მაგრამ სინამდვილეში არის დამსახურება იმისი, რომ სახელმწიფო მუდმივად ცდილობს, რომ დაიქვემდებაროს უმაღლესი განათლების სისტემა. მაგალითად, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორობა წლების განმავლობაში მინისტრის მოადგილეები ინიშნებოდნენ. გააფრთხილეს ერთხელ, მეორედ, მესამედ, მაინც იგივე პოლიტიკას. ეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მე მგონია ამ ქარის წევრების. ხო, მაგრამ ის ილიას უნივერსიტეტის მიმართ გამოტანილი სასჯელი, სხვა უნივერსიტეტების მიმართ პოლიტიკაც ცხადია, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება საქართველოს გარეთაც და არის საფუძველი ამ გადაწყვეტილებებს. გოგა, თქვენთვის რა შეიძლება იყოს ზიანი ქარის წევრობის ყოფილ სიაში გადაყვანით და შემდგომ შევაჯამოთ თქვენი გეგმები გარდა იმისა, რომ საეთერო დროის დათმობა გინდათ, კიდევ რა არის გეგმა, რასაც შეიძლება საქართველოს უნივერსიტეტი მიმართავდეს იმ ყველაფრის მოზე, რაც ხდება. ხო, ზოგადად საქართველოს უნივერსიტეტისთვის ისე როგორც მთელი საქართველოს ქართული უნივერსიტეტებისთვის არის ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ჩანს. კიდევ უფრო პრობლემა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი განათლების სისტემაში უზარმაზარი კონტრიბუცია აქვს, ფინანსური კონტრიბუცია უცხოელ სტუდენტებს, ანუ ძალიან დიდი ოდენობით ფინანსდება უცხოელი სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლესი განათლება. და ისო დღეს ქართულ სტუდენტებს აქვთ გარკვეული სტანდარტი ხარისხი განათლების მათ მიეწოდებათ სერვისის. ეს არის დიდწილად განპირობებული იმით, რომ საქართველოს შემოდის უცხოელი სტუდენტები. პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოელი სტუდენტები უხდიან ქართულ სტუდენტებს სწავლის საფასურის უდიდეს ნაწილს. იმიტომ რომ სინამდვილეში სწავლება გაცილებით უფრო ძვირიღის, ვიდრე ქართული სტუდენტები იხდიან. და ჩვენ შემთხვევაში ქართული სტუდენტები იხდიან უფრო ნაკლებს, ვიდრე თვითღირებულება არის მიწოდებული სერვისის. და შესაბამისად ვიღაცა ხო იხდის, ვიღაცა ხო დანარჩენს ზევიდან ფარავს, ეს არიან უცხოელი სტუდენტები. და რა თქმა უნდა, თუ ჩვენი მიზანი აქამდე იყო ყოველ შემთხვევაში განცხადებული მიზანი ასეთი იყო და მე წამდა ამ მიზნის და მჯეროდა რომ ამ მიზნის ფარგლებში მოქმედებით იყო ის რომ საქართველოს უნდა გამختارიყო საერთაშორისო რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი და ჩვენ აქ უნდა მოგვეზიდა უცხოელი სტუდენტები გაზრდილიყო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა იმის ხარჯზე რომ უნივერსიტეტები გაფართოვდებოდნენ საერთაშორისოებები აშენდებოდა როდესაც რაღაცა დარგში მეტი ფინანსები შედის, იმ დარგში მეტი ადამიანი იწყებს მუშაობას, ხო? ალბათ უფრო მეტ ადამიანს მოუნდებოდა პროფესორმა სწავლება, უფრო მეტი უნივერსიტეტები გაიხსენებოდა, არსებული უნივერსიტეტები გაფართოვდებოდნენ და ჩვენთან მეტი კვლევა იქნებოდა, მეტი დაფინანსება იქნებოდა კვლევას და შესაბამისად მოვიდოდნენ მეტი სტუდენტები. ახლა რა თქმა უნდა, აი ეს მინიმუმ თუ ხელს არ შეუშლის, ხელს არ შეუწყობს ყოველ შემთხვევაში ამ პროცესს, ხო? თუ გართულდება უცხოელი სტუდენტისთვის საქართველოში მიღებული დიპლომის სადმე აღიარება და დამტკიცება მისი ვალიდურობის, რა თქმა უნდა, ეს მას ხელს შეუშლის. აი მაგალითად ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ უკრაინიდან მიგვეღოს სტუდენტები, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, უცხოელი სტუდენტები. ვერც ერთი ვერ მივიღეთ, პრაქტიკულად ვერც ერთი ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ უკრაინული სისტემა, განათლების სისტემა, როგორ იყო ის მოწესრიგებული, როგორ იყო მათი სილაბუსები, როგორ იყო მათი თუ ქონდა ზოგიერთ საგნების სილაბუსები, როგორ იყო მათი კურიკულუმი, როგორ დიპლომების რამდენად იყო აღიარებული. ჩვენ პრაქტიკულად არაფრის საშუალება არ ქონდა. ჩვენ ვერ მოახერხებდით სტუდენტის განვლილი ნასწავლის ჩათვლას. თუ ჩვენ სტუდენტს გადმოვიყვანით, მაგალითად მესამე კურსიდან მოგვიწევდა ის პირველ კურსზე დაგვესვა, იმიტომ რომ მის განვლილ საგნებს ვერანაირად ვერ უკეთებდით შესაბამისობას ჩვენ არსებულ პროგრამასთან, იქ გავლილ საათებს და კრედიტებს ჩვენთან და ასე. და აი ესეთი პრობლემები თუ შეიქმნა, რა თქმა უნდა ეს ძალიან ხელს შეუშლის საქართველოს
შეუცხოველი სტუდენტების შექმნას. და შესაბამისად ძალიან შემცირდება უმაღლესი განათლების დაფინანსება საქართველოში. სასამართლო გზით თუ აპირებს საქართველოს უნივერსიტეტი წასვლას თუ არ გაქვთ იმედი რომ ამჯერადაც მიიღებს წარმოებაში რა არის გეგმა ჩვენ მიუხედავად იმისა რომ წარმოებაში ვიცით რომ არ მიიღებდნენ, ვიცოდით რომ არ მიიღებდნენ, მაინც პირველადაც უჩივლეთ ბატონ კობახიძეს და ღარიბაშვილს, მეორეთაც უჩივლეთ მიუხედავად იმისა რომ პირველად არ მიიღეს წარმოებაში და ახლაც უჩივლეთ სავარაუდოდ ბატონ გურგენიძეს და კოპალიანს. თუმცა ისე ვიძახით კარგი არის რომ ეს მოხდა, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საზოგადოებას მიეცა საშუალება რომ ეს თემა იყოს განხილული. ეხლა მაინც თვითონ საკუთარი პირით დაამტკიცა კოპალიანმა რომ თურმე საქართველოს უნივერსიტეტი ლარად არ გამიუღია პატრონებს, არამედ ის 2 მილიონ $2,000,000 იქნა ერთი შენობა ნაყიდი და დანარჩენი კიდე $1,300,000 და რა თქმა უნდა არაერთხელ. რაც შეეხება ერთლარს, ის ვიკითხოთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორია რამდენად მიიღო ბატონმა ბიძინაევანიშვილმა. ზოგადად მე არა ვარ ერთი ლარის წინააღმდეგი. ერთლარად მიიღო თავისოზე კახაბედუგიცემ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და ძალიან კარგია რომ ესე მოხდა. ეხლა იქ გვაქვს ერთ-ერთი საამაყო უნივერსიტეტი ნაცვლად იმისა, რაც გვექნებოდა. და ბევრი შავი ზღვის უნივერსიტეტიც ერთლარად მიიღეს და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან კარგი უნივერსიტეტი აქ შედა იქ, მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტის შემთხვევაში ეს არ ყოფილა. რაც შეეხება ქუთაისის უნივერსიტეტს კიდე არ ვიცი საზოგადოება მეცის თუ არა, რომ ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც ცალკე კანონი შეიქმნა, საქართველოს კანონი. ან წარმოგიდგენიათ თქვენ რომ არსებობს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის რეგულაციის ქვეშ ექცევა ყველა ქართული უნივერსიტეტი და მე არსებობს ცალკე საქართველოს კანონი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და იმ უნივერსიტეტს არ ეკუთვნის არც აკრედიტაცია, არც ავტორიზაცია, არაფერი. თესეუს, რომელიც 100 წლის უნივერსიტეტია, საიდანაც დაიწყო საუნივერსიტეტო ტრადიცია საქართველოში, ხა თქვა თუ არ ჩავთვლით გელას და იყალთოს, რომელიც 100 წლის იყო, დიდი შეწყვეტილი იყო. პრაქტიკულად თესეუდან დაიწყო საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო ტრადიცია. აი ეს უნივერსიტეტი ვალდებული არის, რომ ყოველ პერიოდში ერთხელ დაამტკიცოს, რომ შეუძლია სწავლება და გაიაროს ავტორიზაცია და აკრედიტაცია. და ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც გუშინ წინ შეიქმნა, იმას თურმე არაფერი არ ჭირდება. ვენდობთ მთელი საზოგადოება, რომ კარგი უნივერსიტეტია. წარმატებები ველოდებით სიახლეებს თქვენგან და ჩვენს ხრივსად ვართ ამ ამბავს თვალყური მივადევნოთ. მადლობა თქვენი დროისთვის. გოგა თოფურია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და სიმონ ჯანაშია განათლების მკვლევარი იყვნენ ჩვენთან ერთად.